უკრაინელებმა ბუჩას ხოცვა-ჟლეტის მონაწილე რუსის სამხედრო მეთაური დიმიტრი შაბაევი მანქანაში ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ შაბაევი ზაპოროჟიეს სექტორში ერთ-ერთ პოსტს ამოწმებდა, რადგანაც მის მანქანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა. პოლკოვნიკის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. რუსეთის შეკავების მიზნით გერმანია აპირებს შექმნას შორმანძილზე მოქმედი ისეთი შეიარაღება, რომელიც არმიას საშუალებას მისცემს ასობით ან ათასობით კილომეტრის სიღრმეში დაარტყას სამეთაურო ცენტრებს, აეროდრომებს, სარაკეტო გამშვებ დანადგარებსა და მომარაგების ჰაბებს. გამოცემა პოლიტიკო გერმანიის მთავრობის შიდა დოკუმენტაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინი ამ მიზნით 12 მილიარდი ევროს დახარჯვას გეგმავს. პროექტი შეფასებულია როგორც უმაღლესი პრიორიტეტი გერმანიისა და ნატოსთვის. რუსეთის საკურორტო ქალაქ გელენჯიკში ბენზინი სრულად ამოიწურა. გუშინ საწვავს იქ მხოლოდ ერთი სოფლის ავტოგასამართ სადგურზე ყიდნენ. დღეს კი როგორც წყაროები ამბობენ, ბენზინი იქაც ამოიწურა. მსგავსი ვითარებაა ტუაფსეშიც. დაკარგულია 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი. ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს რამდენიმე დღეა ეძებს. პროცესში ჩართულია პოლიციაც. როგორც ახლობლებს აქვთ ინფორმაცია, ფირცხალაიშვილი ბოლოს ბათუმში იმყოფებოდა.